მოგესალმებით, ეს არის დასკვნითი გაკვეთილი მემკვიდრეობითობის შესახებ და მე მინდა გესაუბროთ მეთოდების გადატვირთვაზე, რაც ნიშნავს ერთ კლასში ერთი და იგივე სახელის მქონე ორი მეთოდის არსებობას. ისევ ჩვენი კლასების მაგალითზე მინდა გიჩვენოთ ეს ყველაფერი. მოდით ვცადოთ და გადავტვირთოთ მეთოდი speak. ანუ შევქმნათ მეთოდი, რომელსაც ექნება ზუსტად იგივე სახელი speak. იმ განსხვავებით, რომ აი ამ მეთოდს ჩვენ გადავცემთ პარამეტრად რაიმე ტექსტს. შემდეგ ეს მეთოდი უბრალოდ დაგვიბეჭდავს აი ამ ტექსტს. მოდით ცოტა გავაფორმოთ. ისე გავალამაზოთ ეს. და მოდი ახლა დავrწმუნდეთ, რომ ეს მართლაც მუშაობს. ამისთვის აი აქ გამოვიძახოთ ეს მეთოდი. speak. რაიმე ტექსტი. და მოდი აქვე გამოვიძახოთ აი ჩვეულებრივი speak-იც. დავაკომპილიროთ ახლა ჯერ person კლასი. ახლა ეს person test class. და გავუშვათ. და მართლაც იმუშავა ამ ჩვენმა ორივე მეთოდმა. პირველმა იმუშავა ჩვეულებრივმა speak-მა, ხოლო მეორემ იმუშავა უკვე ამ გადატვირთულმა speak-მა და დაგვიბეჭდა აი ეს რაიმე ტექსტი. ჩვენ ასევე შეგვიძლია არა ორი, არამედ სამი მეთოდიც კი გქონდეს ერთი და იგივე სახელით. მაგალითად, აი int e, რომელსაც პარამეტრად გადავცემთ რაიმე int და ეს უბრალოდ დაგვიბეჭდავს აი ამ int-ს. და გამოვიძახოთ ეს მეთოდიც. ასევე ჩვენ შეგვიძლია გადავტვირთოთ სხვა მეთოდებიც და გამოვიყენოთ ისინი. და მართლაც დაგვიბეჭდა ის ტრიქონი, რასაც მოველოდით. ჩვენ გარდა ამისა შეგვიძლია შევცვალოთ არა მარტო ეს პარამეტრების სია გადასაცემი, არამედ დასაბრუნებელი ტიპიც. აი მაგალითად აი ამ მეთოდს ჰქონდეს დასაბრუნებელი მნიშვნელობა int ტიპის და დაგვიბრუნოს ეს i უბრალოდ. ეხლა მოდი ეს დაბრუნებული i მივანიჭოთ რაიმე იცვლაც, ანუ ეს 5 ჩაჯდება აქ და ესეც შესაბამისად 5-ს დაგვიბრუნებს და დავბეჭდოთ ეს 5. და მართლაც დაგვიბრუნა მნიშვნელობა და ეს მნიშვნელობა დავბეჭდა. რატომ არის ახლა ეს მეთოდების გადატვირთვა ერთ-ერთი კარგი საშუალება? იმიტომ არის, რომ შესაძლოა მე კლასში მქონდეს ორი მეთოდი, რომლებიც აზრობრივად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. თუმცა მათი ტანი არის განსხვავებული, ანუ სხვადასხვა რამეს ასრულებენ. ასეთ შემთხვევაში იმის ნაცვლად, რომ ორივეს სხვადასხვა სახელები დავარქვენ უბრალოდ ერთ სახელს და შემდეგ გამოვიყენებ მათ ჩემ პროგრამაში. რა არის ახლა ესე იგი მეთოდის გადასატვირთად საჭირო? საჭირო არის ის, რომ შევცვალოთ გადასაცემი არგუმენტების სია. ხოლო და ამ დასაბრუნებელი მნიშვნელობის ტიპის შეცვლით ჩვენ მეთოდს ვერ გადავტვირთავთ. აი მაგალითად ნახოთ ეხლავე. int speak. და უბრალოდ ცადოთ აი რაღაცის დავბეჭდვა.
something. როგორც ხედავთ, აი აქ ჩვენ გადასაცემი პარამეტრების სია არ შეგვიძლია, როგორც იყო ზუსტად იგივე დავტოვეთ, უბრალოდ შევცვალეთ მარტო აი ეს დასაბრუნებელი ტიპი მნიშვნელობა. და ეს არ არის საკმარისი. და ჩვენ ამას ვნახავთ ახლა. და მართლაც კომპილერმა დაგვიფიქსირა შეცდომა, რომელიც გვეუბნება, რომ ვცდილობთ ჩვენ აი ესეთი ანალოგიური მეთოდი შექმნა, ზუსტად ისეთის, როგორც არის speak. ესე იგი, აუცილებელი პირობა იმისა, რომ გადავსაზღვროთ, უკაცრავად გადავტვირთოთ მეთოდი, არის ის, რომ შევცვალოთ აი ეს არგუმენტების სია, რასაც გადავცემთ აი ამ კონკრეტულ მეთოდს. ასევე ჩვენ შეგვიძლია რომელიმე მათგანი შევზღუდოთ და მისი ცხადი სახით გამოყენება ავკრძალოთ, მაგალითად წინ დავწეროთ private. ეხლა თუ ამას დავაკომპილირებთ და შემდეგ შევეცდებით აი ამ კლასის დაკომპილირებას, ეს დაგვიფიქსირებს შეცდომას. და მართლაც შეცდომა დაგვიფიქსირა, ვინაიდან ეს მეთოდი არის private და გვეუბნება, რომ მისი გამოყენება აქ ესეთნაირად არ შეგვიძლია. დავუბრუნოთ ახლა საწყის მდგომარეობას ეს person კლასი. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მეთოდების გადატვირთვა და მეთოდების გადასაზღვრა არის სხვადასხვა რამ. მეთოდის გადატვირთვა ნიშნავს, რომ ერთ კლასში არსებობს ერთი და იგივე სახელის მქონე რამდენიმე მეთოდი. ხოლო მეთოდის გადასაზღვრა ნიშნავს იმას, რომ არსებობს ზუსტად იგივე სახელის, ზუსტად იგივე დასაბრუნებელი მნიშვნელობის და ზუსტად იგივე არგუმენტების სიის მქონე მეთოდი სხვა მემკვიდრე კლასში, რომელსაც აქვს უბრალოდ განსხვავებული ტანი. ჩვენ შემთხვევაში აი ეს baby კლასი არის ისე მაგალითი, რომ გადავტვირთეთ აი ეს მეთოდი speak. ჩვენ თუ ახლა რომელიმე აი speak-ის ამ ვარიანტს გამოვიძახებთ, baby კლასისთვის ისე ჩვეულებრივად იმუშავებს, ვინაიდან ჩვენ გადასაზღვრული გვაქვს მხოლოდ აი ეს. და მოდი ამაშიც დავწმუნდეთ ბარემ. baby სად არის? ხო, აი აქ არის. და გამოვიძახოთ speak. და გადავცეთ strict on name. და მართლაც აი ამ მეთოდმა ჩვეულებრივად იმუშავა baby კლასის ობიექტისთვისაც. თუ ჩვენ შევეცდებით და გადავსაზღვროთ აი ამ მეთოდს, მაშინ იმუშავებს უკვე სხვაგვარად, სხვა სახით. მე ამ გაკვეთილს და ამ თემასაც ამით დავასრულებ. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.